ინტერნეტის პრობლემა, დაფარვის ზონა, გაჭედილი სტრიმები, ქსელი არ არის ხელმისაწვდომი. ალბათ ყველა ჩვენგანს გამოუცდია თუ როგორი საშინელია Wi-Fi-ის მკვდარ ზონებში მოხვედრა. ასევე გიცდიათ ამა თუ იმ ხერხებით ამ პრობლემის აღმოფხვრა. ეძებდით რჩევებს. პეპე ლინკის რვა ანტენიანი დაითიეცმა. მაგარია. ინტერნეტში დაურეკე და სიჩქარე მოამატებინე. გადათვირთე და გაიშვებს. შმეტნი არის Wi-Fi 12 იმედებს არ გაგიცრუებს. ოქრი. მაგრამ სამწუხაროდ არ ამართლებს. ყველა ტექნოლოგიების მოყვარულსა თუ არა მოყვარულს მოგესალმებათ არატელეგენური. Wi-Fi-ის ინტერნეტ რიფითერმა თავში ბაგაგები ამოგიყვანა? დაივიწყე ტრადიციული რიფითერები. თქვენ წინაშეა Devolo Powerline. ეს მოწყობილობები თქვენ სახლში არსებულ ელექტროსადენებს აქცევს ინფორმაციის მიმოცვლის უსწრაფეს გზად. ხო, არ მოგესმა, ანუ სადენები კედლებში მომენტალურად გახდება შენი ინტერნეტის კაბელი. ხოლო მონაცემთა გადაცემის სიჩქარე დამოკიდებულია თქვენს როუტერზე. ტემპინგი კი დაახლოებით 400 მეტრამდე რადიუსში მინიმალურია. ამ კონკრეტულ მოწყობილობაზე მოთავსებული პორტები საშუალებას გაძლევთ მონაცემთა გადაცემა გიგაბიტამდე წამში გაზარდოთ. ნუ რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ თქვენი როუტერი მინიმუმ 1 ერთეული გიგაბიტ პორტით არის აღჭურვილი. კომპლექტი კი მინიმუმ 2 ერთეულისაგან შედგება. ერთი, რომელიც თქვენს როუტერზე ქსელის კაბელით ერთდება და მეორე, რომელიც უნდა განათავსოთ იმ ზონაში, თუ რომელი ზონის ათვისებაც გინდათ. თუმცა, გაგონილს ნანახი ჯობიაო და მოდი ვნახოთ მცირე ილუსტრაცია. ინტერნეტმა ზუსტად იქ და მაშინ გაჭედა, როცა ის ძალიან გჭირდებოდათ. Devolo DLAN ადაპტერით თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტზე წვდომა თქვენი სახლის ნებისმიერი ოთახიდან 1200 მეგაბიტი წამში სიჩქარით. DLAN 1200+ Wi-Fi AC, როგორც უკვე ვთქვით, იყენებს თქვენ სახლში არსებულ სადენებს და მისი მეშვეობით გზავნის სიგნალს ზუსტად იქ, სადაც თქვენი სურვებდით. ქსელის კაბელით შეერთეთ Devolo ადაპტერის ერთი ნაწილი როუტერზე და ამასთანავე მოათავსეთ იგი დენს ქვიტაში. ხოლო მეორე ნაწილი მოათავსეთ იმ ოთახის დენს ქვიტაში, რომელშიც გნებავთ მიიღოთ ან გააძლიეროთ ინტერნეტ კავშირი. ამ მომენტიდან თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ Wi-Fi ინტერნეტით სხვადასხვა მოწყობილობებიდან. იქნება ეს iPad-ი, smartphone-ი, smart ტელევიზორი, ლეპტოპი თუ სხვა. ასევე ერთდროულად შეძლებთ 2.4 და 5 GHz-ით სარგებლობას. ამავდროულად შეგიძლიათ ნებისმიერი მოწყობილობა პირდაპირ ქსელის კაბელის მეშვეობით დაუკავშიროთ. როგორც ზემოთ უკვე აღნიშნეთ, მოწყობილობაზე მოთავსებულია 2 ცალი გიგაბიტ LAN პორტი. მოწყობილობა კი მხარდაჭერილია Range Plus ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს პერფორმანსის ხარისხსა და ქსელის სტაბილურობას დიდი ზომის ინფორმაციების ტრაფიკის დროსაც კი. ეს სისტემა საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს გაზარდოთ დაფარვის ზონა თქვენს სახლში. მესში არსებული მოწყობილობების ოდენობა ლიმიტირებული არ არის, ხოლო Wi-Fi Move ტექნოლოგიის წყალობით თქვენი მოწყობილობა ავტომატურად გადაერთდება მომდევნო უახლოეს Devolo ადაპტერზე, ყოველგვარი წყვეტის გარეშე. როგორც უკვე შენიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობილობა დენს ქვიტაში უნდა მოათავსოთ, თქვენ დღენის წყაროს მაინც არ კარგავთ, რადგან მასზე მოთავსებულია დენს ქვიტა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ინტერნეტთან ერთად ასევე ისარგებლოთ მასზე დაერთებული ტოსტერით. მზარეულობამ რომ დრო არ წაგართვათ. ხო, მოდით აქვე ამ კონკრეტული მოდელის Devolo DLAN 1200+-ის დადებითი და უარყოფითი მხარეებიც ჩამოთვალოთ. პლუსები გახლავთ მარტივი ვებ ინტერფეისი, სწრაფი ინსტალაცია, plug and play, ნებისმიერ დროს არსებული mesh სისტემის გაფართოების შესაძლებლობა, მაღალი სიჩქარე, დაფარვის დიდი დიაპაზონი და Wi-Fi კლონინგი. ჩამონტაჟებული დენის სოკეტი, როგორც უკვე ვთქვით, ტოსტერის გამოსაღენებლად. 128 ბიტიანი AES დაშიფრვა მონაცემთა სუპერ უსაფრთხო გადაცემისთვის, გიგაბიტიანი ითერნეტ პორტი და ენერგოეფექტური power management-ი, ანუ როცა თქვენ მას არ იყენებთ, იგი მრიცხვად თითქმის არ ატრიალებს. ახლა კი მინუსები. კონკრეტულად ეს მოდელი არ გახლავთ წარმოებლის ამ ხაზის უახლესი პროდუქტი, თუმცა დღემდე არ კარგავს ფუნქციონალურ აქტუალურობას. ძველმა გაყვანილობამ ასევე შესაძლოა ქსელის სტაბილურობაზე იმოქმედოს. დამატებითი სოკეტის გამოყენება მაღალი ვატაჟობის მქონე მოწყობილობით შეიძლება შეფერხებები გამოიწვიოს. მაგალითად, შედუღების აპარატის დაერთება არც ისე კარგი იდეაა. მოკლედ თუ გსურთ ქსელი თქვენი სახლის ნებისმიერ კონჭულში მოწოდების სიმაღლეზე იდგეს, ფიქრობ ღირს მასში თანხის გადახდა. მისი საბაზრო ღირებულება 80-დან $130-მდე გახლავთ. მაგრამ აქვე საინტერესო შემოთავაზება არატელეგენურისაგან. თუ თქვენ ამ ვიდეოს ქვეშ დატოვებთ კომენტარს და თქვენი კომენტარი ყველაზე პირველი ავა 5 ლაიქზე, ან საერთოდაც მხოლოდ თქვენი კომენტარი ავა 5 ლაიქზე და თუ თქვენ ამავდროულად არხიც გამოწერილი გექნებათ, მე ამ კონკრეტულ მოწყობილობას DLAN 1200+ გადმოგცემთ სრულიად უფასოდ. დღეისათვის სულ ეს იყო. დამიწერეთ თუ როგორი ვიდეოს ხილვას ისურვებთ შემდეგ ჯერზე, თქვენსაც კი აუცილებლად გავითვალისწინებ.
თუ ეს ვიდეო თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა, გთხოვთ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. შვილობით არა, ნახვამდის.